ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა ყველას. ესე მოვაგროვოთ ჩემი ყველა საინფორმატორო ფურცელი. იმისათვის რომ გაგაცნოთ შოუ ბიზნესში ცხელი, თბილი და უკვე გაციებული ინფორმაციები. პროგრამა ინფორმატორში ლაილაისთან ერთად. ქართულ მულტიპლიკატორ ამირანისიანს არც ტრანსპორტირების არ ეშინია და შეიძლება ითქვას წარმატებებსაც ელის. ძველ გალერეაში გახსნილი გამოფენა 6 დღის შემდეგ ესპანეთშიც აღმოჩნდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც მანანამ თქვა, ახალი ეტაპი იწყება. თუ ამ ახალ ეტაპზე არ დაუჭერეთ ხარი, საითკენ წავა რა მიმართულებით, ეს არავინ არ დარბებოდა. იძდა იმისა და გამოფინა ჩვენ წინ. დიდი მადლობა გალერეას, თუმცა პროფესიულს აღმოაჩინეს. ძალიან მოკლედ ამირანისიანზე შეიძლება ვთქვათ, რომ ნიჭიერი მხატვარია, ძალიან მეოცნებ, როგორც მეგობრია, მეზღაპრე ადამიანი და ეს ზუსტად კარგად მიესადაგებოდა იმ დარგს, რომელშიც ის მოღვაწეობდა. თავიდანვეც უფრო მხატვარი ვიყავი, მე მოხდა ჩემი ჩაბარება მულტიპლიკაციის ფაკულტეტზე და მულტიპლიკაციამ გამიტაცა ისე როგორც ფერწერამ და როგორც გრაფიკამ. ეხლა მან გადაწყვიტა შეტრიალება თავისი ცხოვრების და გულფერწერაში მოღვაწეობის დაწყება, იმიტომ რომ ჩვეულებრივად მულტიპლიკაციაში მოდიოდნენ მხატვრები, რომელთაც უკვე სახელი ჰქონდათ მოპოვებული სახვით ხელოვნის სხვა დარგში. აქ მოხდა საწინააღმდეგოდ. სახელი მოიპოვა მულტიპლიკაციით და ეხლა დაუბრუნდა კი არა, დაიწყო ფერწერა. Ძალიანაც რო არ მინდოდეს რომ გავლენა იყოს, ეს მაინც აუცილებლად იქნებოდა, იმიტომ რომ თვითონ იქედან გამომდინარე გამოვედი აქეთაც და სულ სხვა ახალი რეალური სამყარო წარმოვაჩინე. ამ მიმდინარეობას თავისუფლად შეიძლება უწოდოთ აბსტრაქციული სიურრეალიზმი. ბრიტანეთის საკონსულო ენგალერეაში წლის საუკეთესო ფოტოკორესპონდენტად აღიარებულ ბესო გულაშვილის ფოტოგამოფენას უწევს ორგანიზებას. აი ასე ზრუნავენ უცხოელები ქართველ ხელოვანებზე. An excellent Georgian photographer to take such beautiful work, so we're very happy with it. ჩემი პირადი აზრია და მე მგონი არა მარტო ჩემი პირადი აზრია, რომ მართლა შთამბეჭდავი ფოტოებია და უბრალოდ ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ ჩამოგვყავს თანამედროვე ბალეტი და შემდეგ უკვე ადგილობრივ ფოტოგრაფებს, ძალიან საინტერესო ფოტოგრაფებს აქვთ შანსი, რომ თქვათ იგივე ჩვენი პროექტი წარმოდგეს უკვე სხვა სახით, ანუ უკვე ფოტოგამოფენის სახით. არანაირი კონცეფცია არ დევს აბსოლუტურად რა, არანაირი კონცეფცია გააჩნია, ხარ რას დავარქმევთ კონცეფციას. ეს არის ჩვეულებრივი ერთი დღის გადაღება, რაც გაზეთს სჭირდებოდა. უბრალოდ მომეწონა ძალიან. მუშაობენ კინოთეატრ რუსთაველში ფილმების გახმოვანებაზე. ასე თქვათ ასერთელები, ალბათ მიმიხვდით ვიზი არის საუბარი. ახალ ფილმს ახმოვანებენ, ცისფერი კრუიზის პრემიერა 9 მაისს გაიმართება. Они мечтали о романтическом приключении. Ты выйдешь за меня замуж? Нет. О, Господи, И сначала гадка. მოკლეა გოგო, ზლა. იჩქარე. ბაჭა, რა ქები, იცი? რომელი იხსნება ახლა? ასე გადამიდი აქ, ძალიან სერიოზულებს ვიბაზრებ და მე გამოვაჩინე ვითომ კედელს ველაპარაკები და მაგარი შევ კაიქი. აქ იღები ხარი. И вдруг... Выпустите меня, я Подожди! Ты сейчас тебя будет снежить. Что со мной Только их мечты.
Нифига себе! ხო, კაი. ესე იგი მარტო გამიგე? ხო. გაიგე? Я? Натурал? Подруга, я тебя умоляю. უშუალოდ და მე შენ მაინც ჩამოგეკიდე კისერზე, მაშინ იცოდე, რომ ეს ავტომატურად არ ხდება, იმიტომ რომ ურთიერთობების ჩამოყალიბებისას მე ყოველთვის უნდა ვიცოდე, რომელ დღეს რომელი ჯერი ხარ. ჩვენი ჯგუფის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა ოთომ მოიფიქრა ესე ვთქვათ, პირველად ფილმზე, რომელიც ძალიან მოეწონა და თქვა, რომ ესე ვთქვათ, თბილისური ფილმი იყო და შესაბამისად კაი გამოვიდოდა ქართულად ნათარგმნი. ფილმის თარგმნა ქართულად არის კარგი. ამას აქვს ძალიან ბევრი მხარე, ბევრი მიზეზი, რატომაც არის კარგი რა. ნუ დავიწყოთ იქიდან, რომ ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა ისე კარგად აღარ იცის რუსული, როგორც ეს საჭიროა, იმისათვის, რომ გაიგოს რუსულად ნათარგმნი ამერიკული ფილმი იქნება თუ რა, რომელიც იქნება. მეორე კარგია, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ეს უბრალოდ თარგმანი კი არ არის, ეს არის ადაპტაცია. ანუ დავუშვათ არის რაღაც ხუმრობა სუბთა ამერიკული, ისეთი რომელზეც მხოლოდ ამერიკელებმა უნდა გაიცინონ ალბათ. ეგრეა გამიზნული ყოველ შემთხვევაში, ხდება მისი ადაპტირება ქართულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ესე ვთქვათ რა. ნუ ქართულად უფრო სასაცილო რო იყოს რა. გრძელდება საჩუქარის დღეები და კლუბ ნუანუაში რეპეტიციებს გადის ევგენი გრეშკავეცი. მსახიობი და რეჟისორი მონოსპექტაკლს შემოგთავაზებს, რომელსაც ცოცხალი მუსიკით გაახმოვანებს ჯგუფი ბიგუდი. Как тебе здесь? Очень. Не, я не советую, не советую. А что это? Это там несколько Вот это как раз вот один из них. Это мой третий визит в Тбилиси. Первый был в 80-м году, когда была Олимпиада 80, а в Тбилиси было шикарно. Вот. Второй мой приезд был 1,5 года назад осенью, со спектаклем одновременно. Тогда я играл в Королевском театре. И вот это мой третий приезд. Но уже я приехал не один, а с коллективом Бигуди и со спектаклем, и я счастлив. Легче всего устраивать свою... Это будет не спектакль, это будет вполне концерт. Мы играем их в клубах в Москве, в Санкт-Петербурге. Мы играем это не только там. У нас предстоят поездки в Германию и Финляндию с этим. Это такой концерт, когда люди могут сидеть за столиками, кто-то может здесь стоять, кто-то может танцевать. Это современная электронная музыка, ближе к лаунжу. Я говорю тексты о городе. Сегодня будут тексты от Тбилиси. Ოცდასამაის აჭარა Music Hall-ში ნინო ქათამაძე სოლო კონცერტს გამართავს. ფოტოგრაფიკ სტუდიაში ამ დაგეგმილი კონცერტისათვის ფოტოგადაღებები მიმდინარეობდა. დაახლოებით იცი ეს დროს ბავშვი რომ მყავს. Очень მეცოტა მომაყავს. 23 მაისს აჭარა Music Hall-ში იქნება ნინოს სრულიად ახალი პროგრამის პრეზენტაცია, კონცერტი. ეს არის ნინოს საკლუბო კონცერტი, ასე ვთქვათ, რომელიც სრულიად განსხვავდება როგორც სტილისტიკურად, როგორც მუსიკალურად, ასევე თავისი ფორმით იქნება განსხვავებული სრულიად იმისგან, თუ რასაც აკეთებდა ნინო აქამდე. ნინოს წვლილი არის უპირველეს ყოვლისა და ამაში მიიღებენ სხვადასხვა ქართველი მუსიკოსები, რომელსაც ჯერ ჩვენ არ ვამბობთ ვინ არიან, მაგრამ ეს იქნება, ასე ვთქვათ, ერთობლივი ნაწარმი და ეს იქნება ცოცხალი შესრულება, რაც ყველაზე მთავარი არის. ნინოც ცოცხლად იმღერებს. განსხვავებული კი არა, იქნება თავიდან ბოლომდე საერთოდ ახალი რეპერტუარი, არა მარტო რეპერტუარი, თვითონ ფორმა, მუსიკისაც იქნება ძალიან განსხვავებული იმ კონცერტისგან, რაც იყო სამეფო უბნის თეატრში, ან რაც აქამდე იმღერებოდა.
კომპიუტერულ მუსიკასთან სიახლოვე ის დრო, ის საუკუნე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ის მოთხოვნილებები და ის ინფორმაციის სურვილი, რა სურვილებიც გვაქვს ჩვენ დღეს. და მუსიკა კიდევ 10-ჯერ მეტ საშუალებას იძლევა, რომ შენი თავი ნებისმიერ დროში ჩასვა, თუნდაც ეს იქნება რეიტრო, იქნება ტრადიციული ჯაზი, იქნება კომპიუტერულ მუსიკასთან ერთად. რა თქმა უნდა, იქამდე რამდენი დროის ტარება შეგიძლია შენ. მეგობრებზე სიმღერით, მეგობრებით გამხნევებული ლიზა ბაგრატიონი პირველ ალბომს წერს სტუდია ქართულ ჭანასწორებში. სწორედ მეგობრებმა გამოიყვანეს ლიზამ შემოქმედებითი პაუზი და რომელსაც საკმაოდ კარგი მიზეზი ჰქონდა. ის გათხოვდა, დაოჯახდა და დედობას კი მოასწრო. როცა ესმის ჩვენი ვედრება ერთად ყოფნის ბედნიერება სხვა რა შედრება და რაც გულში ფიქრია თუმცა წლები ვიქრია მაინც ჩემი მეგობრები ქვია დასურობებერები მოხმებიან ჩემი მეგობრები ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა სიმღერის, ტექსტის, ვთქვათ, ფინანსის, ფონოგრამის, არანჟირების, როგორც არის ვართ ქართველები, არაფერი ერთი გაკეთებით არ კეთდება, ძალიან ხშირად მიწევს ტექსტის გადაკეთებაც, არანჟირების გადაკეთებაც თავიდან თხოვნა, რა თქმა უნდა, ისინი საბედნიეროდ ვისთანაც ვერ მუშაობ, ყველა ჩემი მეგობარია, ყველა მაქსიმალურად ხელს მიწყობს და ყველა მეხმარება, ვისაც ითი შეუძლია. ჩემმა შემოქმედებითმა პაუზამ, რომელიც ძალაუნებურად მოხდა და ძალიან კარგი ფაქტის გამო მოხდა, ეტყობა რაღაცა მომცემის ფიქრის საშუალება, რომ თითოეულ ძალიან მომენატრა სიმღერა. ალბათ მთავარი იდეა ამისი ეს არის, რომ ძალიან მომენატრა მუშაობა სიმღერა. ბრუნდებიან ჩემთან მეგობრები სისხივივით მანიჭება ვარსკვლავების ფარდა მონატრებულს გავიგონებ ხმარ ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი